აღმაშენებლის პროსპექტის განახლებული ნაწილი დღეს გაიხსნა. მარჯანიშვილის მოედნიდან ზარბლუკენის მოედნამდე ამერიდან ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს, რადგან ქუჩა საფეხმავლო გახდა. დაიგო ქვაფენილი, გაკეთა სარეკრეაციო ზოლი, კონსერვაცია, რესტავრაცია ჩაუტარდა შენობებს და მთავარია, რომ ამ სახლების განახლებას ისტორიული მნიშვნელობაც ჰქონდა. სწორედ მარიკა ბაკურაძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბრანჯელინა სკანდალზე გვიყვებოდა, ახლა იქ იმყოფება და პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. მარიკა, მე მეგონა, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის შერიგებით იყავი დაკავებული. Salve Levan, მოგესალმები. ამჯერად ჩემი ინტერესი უკვე თბილისისა და ძველი თბილისისკენ არის მიმართული. Salve გითხარ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ტრადიციული და დამახასიათებელი ძველი თბილისისთვის და სწორედ ასეთ მისალმებას შევხვდებით ჩვენ აღმაშენებლის პროსპექტზე, რომელიც დღეს გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში თქვენ ალბათ იცით, რომ აქ მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდებოდა აღმაშენებლის პროსპექტის ამ მონაკვეთის გახსნას. ჩვენთან ერთად ახლა არის არქიტექტორი ბატონი გია აბულაძე, რომელიც გახლავთ მთელი ამ კონცეფციის ავტორი. ბატონ თუ შეიძლება მოვზადდით ჩემთან, მე გილოცავთ პირველ რიგში გახსნას. დიდი მადლობა, ყველა თბილისელს მიულოცოთ. თქვენ ხართ კონცეფციის ავტორი, მაგრამ მხოლოდ ეს ქუჩა ერთ-ერთი ავტორი, მაგრამ მხოლოდ ეს ქუჩა არ არის ამ კონცეფციის ნაწილი, ხომ? როგორც ვიცი, ბევრი რამ არის დაგეგმილი. უпростоეთ ეს ქუჩა არის კონცეფციის ნაწილი, თან პატარა ნაწილი. მხოლოდ ეს არ არის ეს მიგონი. ხო, მხოლოდ ეს არ არის, რა თქმა უნდა, კონცეფცია მოიცავს საკმაოდ დიდ ტერიტორიას. ეს არის დაწყებული ყოფილი გოფილექტის ბაღიდან და დამთავრებული ბარათაშვილის ქუჩით. ეს არის დიდი ტურისტული მარშრუტი, ასე ვთქვათ, რომლის მთავარი ღერძი და მთავარი წამყვანი თემა უნდა იყოს ის გერმანული ბაღები, რომელიც არსებობდა და რომლის ნარჩენები დღესაც არის შემორჩენილი. ეს იქნება მეორე ეტაპი მშენებლობის. ანუ მაყურებელს უთხრათ, რომ მხოლოდ საფეხმავლო ქუჩაზე არ გვექნება ჩვენ აქცენტი, შემდეგ ამას დაემატება ბაღები და გაგრძელდება. რა თქმა უნდა, და ეს შეიკრება ერთი მთლიანი საფეხმავლო და საზოგადოებრივი სივრცეების, რომელიც თბილის ძალიან აკლია. განსაკუთრებით ამ უბანს, რომელიც ტრადიციულად იყო ესეთი უბანი და რომელსაც ეს კულტურა არსებობდა. ხო, წარმოიდგინეთ, იქ იყო კონცერტები იმართებოდა შაბათ-კვირას, იყო სეირნობა, იყო ყველაფერი, რაც კი რამ შეიძლება, რაც დღეს იყო, აქ, რაც დღეს აქ იხილეთ, ეს იქნება წარმოიდგინეთ გოფილექტიდან დაწყებული ბარათაშვილის ქუჩამდე. ასე რომ ყველაფერი წინ არის, ხო? ყველაფერი წინ არის. უღრმესი მადლობა ბატონ გია. მართლაც ყველაფერი წინ არის და ეს ქუჩა არის მთელი გაყოლება იმ სახლებისა, რომელიც უკვე განახლდა და მათ ჩაუტარდა რესტავრაცია. დაინტერესებული ადამიანებისთვის არსებობს ფოტომასალაც, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ თუ როგორი იყო ეს შენობები აქამდე და ახლა უკვე რესტავრაციის შემდეგ როგორია. მე ოპერატორს ვთხოვ ახლა ვაჩვენოთ კადრში ეს ფოტო. ეს გახლავთ აღმაშენებლის ქუჩის 49 ნომერი, რომელთან ახლა ჩვენ ვიმყოფებით. აი ამ ფოტოს შემდეგ უკვე გვაქვს აი ასეთი იერსახე. ვთხოვ ოპერატორს რომ გვაჩვენოს, აი ასეთი გახდა 49 ნომერი, ფერიც კი შეიცვალა მან და უკვე არის მუქი ლურჯი მოცისფრო ფერის. ეს სახლი არის ისტორიული შენობა, 1867 წელს არის აგებული და აქ თავდაპირველად განთავსებული იყო რეალური გიმნაზია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ შენობას ჰქონდა საგანმანათლებლო ფუნქცია. 1900-იან წლებიდან უკვე მან დაიბრუნა არა, უბრალოდ მან უკვე დაიწყო მოსახლეების შესახლება და გახდა საცხოვრებელი კორპუსი. ეს შენობა არის ერთ-ერთი ნაწილი მთელი ამ გაყოლებული შენობებისა. საერთო ჯამში 47 შენობის რესტავრაცია მოხერხდა ამ პერიოდში და ამ 47-დან 38 მათგანი გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ნუსხაში არის შესული. მე ძალიან მინდა რომ კიდევ ერთი უნიკალური შენობა, თავის სადარბაზოთი არის ეს შენობა უნიკალური, წარმოგიდგინოთ მინდა, ამიტომ ახლა მისამართი უნდა შევიცვალო. მანამდე მოდი ჩვენ მოусმინოთ რამდენიმე აქაურ ძირძველ მცხოვრებს, რომლებიც შეაფასებენ მთელ ამ სამუშაოებს, რომლებიც 8 თვის განმავლობაში ჩატარდა და მე სულ მალე დაგებრუნდებით უკვე ახალი მისამართით და ახალი შენობის ამბით. ვერც ვინატრებდი ასეთი კარგად, გემოვნებით არის გაკეთებული და კარგად. მეხარია რომ თბილისი ეგრე ლამაზდება. ეს ყველაფერი ისტორია, ამიტომ უნდა ესეთი ღონისძიებები უნდა ტარდებოდეს ხშირად. მარტო ეს შენობა ხო არ არის, ასეთი შენობები ბევრია თბილისში მოიძებნონ, ამიტომ ხშირად უნდა ჩატარდეს ასეთი ღონისძიებები და მოიძებნოს ხალხ თბილისში აი ასეთი შენობები. აქ ვცხოვრობ. ძალიან კარგად არის გაკეთებული ყველაფერი. საფეხმავლო იქნება და მანქანები ეს მარშრუტკა და ტრანსპორტი ჩაუხოს ქოსტის წინ. ტურისტები ისედაც დადიან, უღებენ სურათებს და დაინტერესებულები არიან. ფაქტიურად
ეს გამზირი დაიბადა მეორეც. ყველაზე ისეთი ჩავარდნილი ადგილი იყო, მიყურებული და ეხლა დღეს ამდენ განათებულ სახეებს რო უყურებ, მე მგონი ყველა სიამოვნებს ეს. მე დიდი მეტი მაქვს რომ კადრში ახლა აღიქმება ეს კედელი და ეს ნახატი, ეს გახლავთ უცნობი ავტორის მიერ შესრულებული ნამუშევარი, რომელიც არის ზიჩის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციის კოპირება, კედელზე არის გადმოტანილი. იმედია ჩანს ეს ნახატი, უბრალოდ მე შემიძლია აგიხსნათ, რომ დაახლოებით აქ არის გამოსახული ქაჯეთის ციხის აღების სცენა. აი მსგავსი ნამუშევრებით ეს სადარბაზო გახლავთ უნიკალური, როგორც მითხრეს, ზედა სართულზე არის ასევე უცხო მოყმეც გამოსახული და მოკლედ მე აუცილებლად გირჩევთ, რომ ეს სადარბაზო და ეს შენობა მოინახულოთ, ყველა დეტალი თუ რამე შესაძლებელი იყო რომ შემორჩენილიყო, თუნდაც ეს მოაჯირი, ამ შენობაში არსებული ხის კარები და სხვა დეტალები არის პირველადი სახის და ავთენტური, რისი გადარჩენაც და კონსერვაციაც მოხერხდა, ეს ყველაფერი გააკეთეს რესტავრატორებმა, რაც ვერ მოხერხდა ეს კედლები მაგალითად ხელახლა მოიხადა. მაგრამ მთავარი პრინციპი იყო ის, რომ მიმსგავსებულიყო ძველ დროს და ფერებს. ჩემთან ერთად ახლა არის ხალბატონი ლელა, მოგზანდით რომ შეიძლება ის გახლავთ რესტავრატორი, რომელმაც იმუშავა ამ სადარბაზოზე, ხო? პირველ რიგში მე როგორც ვიცი, თქვენგან მივიღე გაფრთხილება, რომ ხელით არ უნდა შევეხოთ ამ კედლებს, დავაზიანებთ, ხო? როგორც ვიცი. დიახ, იმიტომ რომ ადამიანური ფაქტორი მაინც მოქმედებს, ჯობია რომ მაინც დისტანცია დავიცვათ მხატვრობისგან. რამდენ ხანს მიმდინარეობდა სამუშაო და რამდენად რთული იყო აღდგენილიყო ეს ყველაფერი და მაქსიმალურად მომხდარიყო კონსერვაცია და რამდენ ხანს გაუძლებს, იმედია გაუძლებს დიდხანს. ჩვენ აქ მუშაობდით 1 დეკემბრიდან დღემდე ფაქტიურად. ძალიან რთული მდგომარეობა იყო, ძალიან სერიოზული დაზიანებები ჰქონდა ამ სადარბაზოს მხატვრობას. მაგრამ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ გაგვეჯანსაღებინა აქაურობა, აქ მოგვეპხრა დამაზიანებელი ფაქტორები და მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა არსებული ქსოვილი. ვინც აქ მოვა ამ სადარბაზოს დასათვალიერებლად, აქვე არის ტურისტული დაფა და შეუძლია ყველა ინფორმაციას გაეცნოს. ჩვენ მოდი შემდეგი კედლებით ვნახოთ, იმიტომ რომ ისეთი საინტერესო არ შეიძლება ამაზე რომ არ ვისაუბროთ. აი ეს კედლები ოპერატორს ვთხოვ ახლა რომ გვაჩვენოს, მოხატული არის ზეთის საღებავებით, ხო? ამ შემთხვევაში გვაქვს ზეთის მხატვრობა, თუმცა ამ სადარბაზოში ხვდებით ქაღალდზე შესრულებულ დეკორატიულ მხატვრობასაც. ამ სივრცეში არის ჭერის მხატვრობა, რომელიც ასევე ქაღალდზეა შესრულებული. აი ძალიან საინტერესოა ეს ნაწილი, სადაც არ არის მხატვრობა. ამის მიზეზი არის ის, რომ ეს კედელი გაჭრილი იყო, ხო? აქ იყო კარი. პროექტის ფარგლებში ჩვენ ამოვიღეთ ეს კარი და ვეცადეთ რომ აღვედგინა მხატვრობა. სამწუხაროდ კომპოზიციის ნაწილი არ იყო შენარჩუნებული, ამიტომ არ ვიცით რა იყო და თავი შევიკავეთ და ვეცადეთ რომ დაგვეკონსერვებინა. უღრმესი მადლობა, ასე რომ ეს სადარბაზო დამერწმუნებით აუცილებლად სანახავს სიაში უნდა შეიტანოთ. ეს გახლავთ აღმაშენებლის გამზირის 38 ნომერი, რომელიც უნდა ნახოთ და მე ფოტოც მაქვს, როგორ გამოიყურებოდა ეს სახლი მანამდე და როგორი არის ახლა უკვე რესტავრაციის შემდეგ. ესეც ისტორიული ძეგლია. ეს არის 1903 წელს აგებული შენობა ქართველი ცნობილი მეცენატის ერასტი ჭავჭანიძის თაოსნობით. მოკლედ როგორც ხედავთ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 8 თვის განმავლობაში, როცა მუშები აქ მუშაობდნენ, ყოველ ეტაპზე ფეხ-და-ფეხ, ასე ვთქვათ, პირდაპირ პოულობდნენ კულტურულ ზეგნებს. იქნებოდა ეს ამ სადარბაზოს ნახატები, ერთ-ერთი აბანო, რომელიც ერთ-ერთი სახლის ქვედა სართულზე იპოვეს თუ სხვადასხვა. ასე რომ, როდესაც მოხვალთ განახლებულ აღმაშენებელზე, მე გირჩევთ, რომ აუცილებლად შეხვიდეთ ეზოებში, გაესაუბროთ ხალხს, აღმოაჩინოთ ყველა ის დეტალი, რაც აღმოაჩინეს რესტავრატორებმა აქ მუშაობის დროს. ორი სიტყვით გეტყვით ეზოს შესახებაც, დღეს ჩატარდა ცნობილი პროექტის, არტარიას პროექტის თბილისური ეზოს ერთ-ერთი კონცერტი, რომელმაც მაქსიმალურად ეცადა, რომ კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინა მუსიკით და პოეზიით ის თბილისური აურა, რაც ძველ თბილისს ახასიათებდა. ამით დასრულებული არის ქართული ახალი პროექტის, ახალი თბილისის პირველი ნაწილი, რომელიც თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა. დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაჯდა ეს ყველაფერი და მე გირჩევთ ყველას, რომ აუცილებლად მოხვიდეთ და ათვალიეროთ აქაურობა და მოიკითხოთ ყველა დეტალი, რომელიც აქამდე იმალებოდა ხარაჩოების მიღმა და ახლა უკვე ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი. მადლობა მარიკა, ეს მარიკა ბაკურაძე იყო განახლებული აღმაშენებლის პროსპექტიდან და